მოწვევისათვის პირველი რაც უნდა თქვა, სამწუხაროდ გრძელდება პოლიტიკური ველის მონოპოლიზაცია ქართული ოცნების მხრიდან და ეს გამოიხატება თავდასხმებში ადგილობრივი თვითმმართველობებზე. როგორც ჩანს, იმ გარემოებამ, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მიაღწია შედეგს და დეპუტატთა საკმარისი რაოდენობის მობილიზაცია ვერ შეძლო იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განეხორციელებინა, მან კვლავ აამოქმედა და კიდევ უფრო მეტი ძალით აამოქმედა სადამსჯელო მანქანა, გააქტიურეს თავიანთი აქტივისტები სხვადასხვა რეგიონებში, გუშინდელი შემთხვევები გარდაბანში, ქუთაისში, საქართველოს კიდევ სხვადასხვა რაიონში და თავდასხმები ადგილობრივ თვითმმართველობებზე მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური კონფრონტაცია შედის ახალ ფაზაში, რომელიც არის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და შეიცავს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისათვის. აი ეს არის ის ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში არის და ასევე გააქტიურებული პროკურატურა. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ეს გარემოება და არც ერთი ეს მცდელობა ხელს არ უწყობს ქვეყანაში სტაბილურობას, ქვეყანაში შემდგომ ჰარმონიზაციას პოლიტიკურ ძალთა შორის და შეიცავს დესტაბილიზაციის ძალიან მძლავრ ნიშნებს. ეს არის ის იმპულსები, რომელიც ჩვენ გვინახავს საქართველოს არც თუ შორეულ წარსულში და როგორც წესი, აი ესეთი რამ თავდასხმები დეპუტატებზე, თავდასხმები ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რაღაც კვერცხებით შეიარაღებული ზონდერ ჯგუფები ხელს უწყობენ ერთადერთ რამეს, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს უკიდურესობამდე და ყველა პასუხისგებლობით აღჭურვილი პოლიტიკოსი მე ვფიქრობ, უნდა ფიქრობდეს იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება ამას მოყვეს. ამ ვითარებიდან გამომდინარე ცხადი არის, რომ ადეკვატური არის თავისუფალი სამყაროს რეაქციაც და იცით, რომ გუშინ საქართველოს ჩამოსულები იყვნენ სწორედ იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან ადგილობრივი თვითმმართველობების შემდგომი სრულყოფის პროცესს და მე ვფიქრობ, რომ აქაც ძალიან პრობლემატური იქნება საქართველოს პოზიციები, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს დღეს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უკანონოდ გაავრცელოს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა მიმართულებაზე. მათ სურთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები აისახოს ადგილობრივ თვითმმართველობებში, მანამდე სანამ ეს არჩევნები მოხდება, მათ სურთ შეამცირონ პრეზიდენტის უფლებამოსილება, მანამ გადის ეს ვადა პრეზიდენტის და ეს ყველაფერი შეიცავს ძალიან სერიოზულ ნიშნებს იმისი, რომ შეიძლება ჩვენი ქვეყანა შევიდეს არც თუ სასურველ განვითარების ფაზაში და ეს იქნება სავარაუდო დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის. ჩვენი ამოცანა არ გახლავთ, პირადად ჩემი ამოცანაც არ გახლავთ ის, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს და შესაბამისად დამარცხდეს ის არჩევანი, რომელიც ქართულმა ხალხმა გააკეთა 1 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ოპონენტები, რა თქმა უნდა, ჩვენი კრიტიკა იქნება ყოველთვის მწვავე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს პოზიციებს და ეს არის დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ნიშანთვისება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გამოთქვამდნენ განსხვავებულ და ხანდახან რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებსაც, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემი ამოცანა არ არის ის, რომ ქართული ოცნება იყოს წარუმატებელი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მარცხდება არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, არამედ მარცხდება მთელი საზოგადოება. თუ კი მაღაზიების დაკეტვის ტენდენცია გაგრძელდა და ჩვენ ვნახეთ ახალციხეში თუ რა მდგომარეობა იყო, მე პირადად გახლდით ბათუმში და იქ ველაპარაკე ვარშალომიძეს, რომელმაც თქვა, რომ შარშანდელის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3-ჯერ არის შემცირებული ტურისტების შემოსვლა. აი ეს გარემოებები ეკონომიკის უკუსვლა აისახება ყველა მოქალაქეზე საქართველოში და შესაბამისად ეს წარმოადგენს ჩვენთვისაც პრობლემას. ამიტომ მე ვაცხადებ და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციას, რომ თუ რომელიმე მიმართულებით ეკონომიკის, ენერგეტიკის ან სხვა რომელიმე მიმართულებით ქართულ ოცნებას ზოგიერთ შემთხვევაში არ ყავს კვალიფიციური თანამშრომლები, ან მათ ჯერ ვერ შეძლეს ჩამოეყალიბებინათ საკმარისი სახელმწიფოებრივი ხედვა ამ დარგების განსავითარებლად,
ამ მიმართულებით თანამშრომლობა არის სავსებით შესაძლებელი. იმიტომ რომ ამ 8 თუ 9 წლის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ გუნდში დაგროვდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს გამოკვეთილი ხედვა ამა თუ იმ დარგის განვითარების. ამიტომ ამ თვალსაზრისით კონსულტაციები მე ვფიქრობ, რომ პირიქით საჭიროც არის. პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება ერთი მიმართულებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა აღვქვამდეთ ერთმანეთს მტრებად და ჩვენი მტერი, საერთო მტერი, მე ვფიქრობ, ყველა პოლიტიკური ძალა და ყველა მოქალაქე საქართველოსი არის სწორედ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის დღეს. ყველას კარგად მოიხსენება, რომ ქვეყნის ეკონომიკა მცირდება, ყველას კარგად მოიხსენება, რომ ის დაპირებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ გასცა, იყო შეუსრულებელი და ეს დრომაც დაასაბუთა, რომ პრაქტიკულად არც ერთი დაპირება არ არის შესრულებული, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ არა ნიშნის მოგებით, არა იმ ტონალობით, რომ აი თქვენ ყველაფერს ტყუოდით, რაც აკეთებდით, არამედ იმ განწყობით, ასეთია ნაციონალური მოძრაობის განწყობა, რომ ყველგან სადაც შესაძლებელი არის, რომ ჩვენ საერთო ინტელექტუალური რესურსი მივმართოთ, ყველგან ნაციონალური მოძრაობა მზად არის ყველა დარგში და მე ჩამოვთვალე ენერგეტიკის თუ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებები, რომ ითანამშრომლოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჟერენაიას ვესაუბრეთ ჩვენ დღეს პრაიმ ტაიმში, ის ამბობს, რომ თითქმის 80%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდა წინა წელთან შედარებით იანვრის თვეების შეადარა ერთმანეთს. დიახ, და იმასაც აღნიშნავდა, რომ ბოლო 12 წელი არ დაფიქსირებულა იანვრის თვეში დადებითი მაჩვენებელი სავაჭრო დეფიციტის მხრივ, შემცირების მხრივ. ანუ ამაზე რა კომენტარს გააჩნია? რა არის სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნები და იქ ყველანი ვხედავთ, რომ ეკონომიკა კლებულობს. რაც შეეხება ემზარ ჯგენენაიას, ის არ გახლავთ დამოუკიდებელი ეკონომისტი, როგორც ვიცით, ის მონაწილეობდა ქართული ოცნების ეკონომიკურ ბლოკში და ერთ-ერთი ავტორიც იყო ამ ეკონომიკური პროგრამის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ექსპერტის მოსაზრებები იქნება აუცილებლად პოლიტიზებული. მაინტერესებს გუშინ CSKO-ში ეს ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს. ანუ შესაძლოა პრეზიდენტი აირჩიონ პირდაპირ წესით, როგორც ვირჩევდით, ან შესაძლოა პარლამენტმა აირჩიოს უკვე პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით როგორ იქნება? ამასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. და ამასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ისევე როგორც საკუთრივ პიროვნულად პრეზიდენტის პოზიციას არის ცნობილი. ის რომ ქართულ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა პირდაპირ არჩევნებით აირჩიოს თავისი პრეზიდენტი, ეს ვფიქრობ არის მონაპოვარი და ეს არის მაღალი ჩართულობის მაჩვენებელი ჩვენი ამომრჩევლების პოლიტიკურ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ხალხს პირიქით უნდა შევეცადოთ, რომ დაემატოს სხვადასხვა წვდომა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის და იმ შემთხვევაში, თუ მას წავართმევთ იმ უფლებას, რომ აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირ წესით, ეს არ მოემსახურება დემოკრატიულ განვითარებას ჩვენი ქვეყნის. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია გასაგებია, რაგიღა მათ აქვთ უმრავლესობა პარლამენტში, მოდი რატომ გავიჩინოთ ახალი პრობლემები, რატომ მივიდეთ იმ ხალხთან, რომელიც ერთხელ უკვე მოვატყუეთ და სავარაუდოდ მათი მხრიდან იქნება ამაზე რეაგირება, აი ამ ტყუილებზე რეაგირება, მოდი იმ მორჩილი უმრავლესობით, რომელიც ჩვენ ყავს პარლამენტში, ავირჩიოთ პრეზიდენტი. თუ ამ გზით წავედით, შემდეგ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რასაჭიროა საერთოდ ადგილობრივი თვითმმართველობები და ეს არის უზურპაცია და მონოპოლიზაცია პოლიტიკური ველის. შეუძლებელია, რომ ამას ვინმე მიესალმებოდეს. პირიქით, ჩვენი ლოზუნგი თუ გნებავთ არის, რომ მეტი შესაძლებლობები ქართულ ხალხს და ქართულ ამომრჩეველს, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ ნებისმიერი ახალი არჩევნებით ვაკვირდებით იმ განწყობილებებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის. 1 ოქტომბერს ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ეთყობა ბევრი რამით იყო იმედგაცრუებული ჩვენ მმართველობასთან დაკავშირებით და ჰქონდა იმედები, რომ ქართული ოცნების დაპირებები იქნებოდა რეალობა, ხმამისცა ქართულ ოცნებას. ახლა, როდესაც თითქმის 1 წელი გავა პრეზიდენტის არჩევნებამდე, მე ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო არის, რომ კიდევ ერთხელ ვკითხოთ ხალხს, რამდენად გამართლდა მათი მოლოდინები, როგორი არის მათი სურვილები, მათი განწყობა უკვე 1 წლის შემდეგ. იმიტომ რომ ამ 1 წელიწადში მოხდა ძალიან ბევრი რამ და ხდება ძალიან ბევრი რამ.
კერძოდ ერთი არის ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ის დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომელიც არის მართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, აგრეთვე ძალიან ნიშანდობლივია, რომ პრემიერმა ივანიშვილმა გააკეთა მკაფიო განცხადება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის არმენიზაციის შესახებ, ხოლო არმენიზაცია საგარეო პოლიტიკური კურსის ნიშნავს ოდეკებეში შესვლას, რუსეთზე უფრო მეტ დამოკიდებულებას და ნატოსგან და თავისუფალი სამყაროსგან მეტ დისტანცირებას. რატომ არ უნდა ვკითხოთ ჩვენ ხალხს რამდენად მოსწონს ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში. რატომ არ უნდა ვკითხოთ ჩვენ ხალხს რამდენად მისთვის მისაღები არის, რომ წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება. მე მგონია, რომ საზოგადოება მუდმივად უნდა აკონტროლებდეს პოლიტიკურ მაჯისცემას ქვეყნის და ამ შემთხვევაში თვით პოლიტიკოსების პასუხისგებლობის ხარისხიც იქნება უფრო მაღალი. თქვენს ამ მოსაზრებას ქართულ ოცნებაშიც ყავს მხარდამჭერები, გულისხმობ ალასანიას გუნდს თუ დიახ, თავისუფალი დემოკრატები ამ პოზიციაზე არიან, როგორც ცნობილია, მათ ყავთ თავიანთი კანდიდატურა ირაკლი ალასანია, მაგრამ ირაკლი ალასანიას და ამ პოლიტიკური გუნდის მხრიდან გამოთქმულმა ამგვარმა მოსაზრებამ საჯაროდ და სახალხოდ გამოიწვია ასევე საჯარო და სახალხო დამცირების რამდენიმე კვირა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულად მომენტს არ უშვებდა იმისათვის, რომ დაემცირებინა ირაკლი ალასანია. საბოლოოდ ეს დამთავრდა იმით, რომ ის ჩამოცილებული იქნა ვიცე-პრემიერის პოსტს და მკაფიოდ მიეთითა, რომ პოლიტიკურ ამინდს და პოლიტიკურ გემოვნებას ქართულ ოცნებაში განსაზღვრავს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი ალასანია ან და მისი გუნდის წევრები. ეს იყო მიმართული ირაკლი ალასანიას მისამართითაც, მაგრამ ასევე მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების სხვა წევრებმა და სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომელიც იქ არიან, კარგად გაიგეს გზავნილის შინაარსი. თუ რამე არ იქნება შეთანხმებული ჩემთან და თუ რამე განსხვავდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციისაგან, ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ამ კოალიციაში არის, მოელის იგივე ბედი. დისტანცირება მმართველობის სადავეებიდან, საჯარო გაკიცხვა და საჯარო დამცირება. ასე რომ მითი იმის შესახებ, რომ ქართულ კოალიციაში არიან რაღაც ქართული ოცნების კოალიციაში თავისუფალი პოლიტიკოსები, რომელთაც აქვს თავისუფალი პოზიციები, მე ვფიქრობ, მაშინ დამთავრდა და არ ამგონია ახლა, რომ ირაკლი ალასანიას განწყობილებამ ან მისი პოლიტიკური გუნდის წევრების პოზიციამ, რომ პირდაპირ არჩევნები იყოს საპრეზიდენტო, ცირედი რაღაც გავლენა მაინც იქონიოს ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე. როგორც ჩანს, ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის, რომ პოლიტიკური პროცესიდან რაც შეიძლება მეტად გამიჯნოს ქართველი ხალხი და მას არ მისცეს შესაძლებლობა პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევის. მე უბრალოდ არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს პოლიტიკურ პარტიას, რომ ხალხი უფრო მეტად არ მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესში. მაგრამ შესაძლოა ამაზე პასუხი იყოს ის, რაც დასაწყისშივე თქვით, რომ ქართული ოცნების სურვილია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები გაავრცელოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც და ამ პარლამენტით აირჩიოს პრეზიდენტი და სადაც პირდაპირ ამის შესაძლებლობა არ არის, უკვე ძალადობის გზით, პროკურატურაში დაკითხვების გზით, სხვადასხვა ტიპის ზეწოლის გზით ცდილობენ ადგილობრივი თვითმმართველობების ტორპედირებას. თუ არ ვწდები, დაახლოებით 50-მდე მარტო გამგებელი არის გამოცვლილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მიმდინარეობს მათზე ზეწოლა, 15,000-მდე ადამიანი უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში, ესენი არიან როგორც საკრებულოს წევრები, ისევე სხვადასხვა თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმმართველობების ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კეთდება იმისათვის, რომ მოიპოვონ მათი პოლიტიკური ლოიალობა. და ეს არ არის კარგი არც დემოკრატიული პროცესისათვის, არც ქვეყნის მშვიდობიანი საომავლო განვითარებისათვის. ეკა ბესელიას ინიციატივასთან დაკავშირებით ვკითხავთ. მისი სურვილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოახდინოს პარლამენტის მეშვეობით. რა შემთხვევაში იქნება გამართლებული ეს? ეს არის აუხდენელი და განუხორციელებელი სურვილი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ვითარებას, რაც ქვეყანაში არის. საკანონმდებლო ხელისუფლებას დღეს აკონტროლებს ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა ქართულმა ოცნებამ დააკომპლექტა აღმასრულებელი
ხელისუფლებაც ამავე პოლიტიკურ ჯგუფს სურს, რომ პრეზიდენტს შეუმციროს უფლებამოსილებები, მოიპოვოს ჰეგემონია ადგილობრივი თვითმმართველობებზე, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ახორციელებს კიდევაც წარმატებით და ერთადერთი როგორც პროკურატურა მთლიანად არის პოლიტიკური დანამატი ქართული ოცნების და მე ვფიქრობ, რომ ასეთი სამარცხვინო პროკურორი საქართველოს არც ერთ ეტაპზე თავის განვითარების არ ჰყოლია, როგორც არის კბილაშვილი. მისი განცხადებები მაგალითად თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით ცდება ყოველგვარ ზღვარს, ის რაც იცის მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, რომ ამ ადამიანს ჩაუდეს იარაღი, პროკურორი ცდილობს ამის საწინააღმდეგოს დამტკიცებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დადგეს იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს 6 ადამიანი გააგზავნა იარაღის და ნარკოტიკების გუნავასთვის ჩასადებად. არის სწორედ იმიტომ, რომ ამ 6 კაცმა არ დაასახელოს ეს მაღალჩინოსნები, ვისგან მიიღეს დავალება, სწორედ ამიტომ არიდეს ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ირიბად აღიარეს, რომ იქ იყო დარღვევები, ეს 6 ადამიანი თითქოს არის განთავისუფლებული თანამდებობებიდან. იარაღის ჩადება მიიღო. ცხადია, ეს არის აბსოლუტურად ყველასათვის ცნობილი, რომ გუნავას ჩაუდეს იარაღი. სხვანაირად მე უბრალოდ არ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იყო სურათი. ერთის მხრივ გუნავას არ ქონია იარაღი და ამას ადასტურებს ის, რომ მეტალიზაცია არ არსებობს, გუნავა არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და დამოუკიდებელმა და სახელმწიფო ექსპერტიზამაც ეს დაადასტურა, მაგრამ ნარკოტიკები და იარაღი არსებობს. მას საიდან მოვიდა ეს იარაღი და ნარკოტიკები იქ? ცხადი არის, რომ ეს არის იმ ადამიანების გაკეთებული, ვინც დააკავა გუნავა. სხვათა შორის ფირები, რომლებიც გუნავას დაკავებას ასახავენ, როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ აღბეჭდილი არის ისიც, რომ ამ დაკავებულს ნიღაბი აქვს ჩამოცმული სახეზე. ესეც არის გაუგებარი, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნიღაბის ჩამოცმა ადამიანისათვის, როდესაც უკვე ის დაკავებული იყო და როდესაც ის თავისუფლად შეეძლოთ გადაეყვანათ უწყებაში. მაგრამ მე ისევ თქვენის კითხვას დაუბრუნდები სასამართლოთან დაკავშირებით. აი ამ სრული უზურპაციის ფონზე, როდესაც პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლებების დიდი ნაწილი არის დამორჩილებული, როდესაც დეპუტატებზე მიმდინარეობს ზეწოლა და რამდენიმე ჩვენი კოლეგა ხან შვილზე ზეწოლით, ხან მის ბიზნესზე ზეწოლით, იქნა ხან ოჯახის წევრებზე ზეწოლით გადაბირებული. აი ამ ფონზე ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ხელს უშლის ახლა ქართულ ოცნებას, რათა თავისი დიქტატი სრულყოფილად დაამყაროს ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე, არის სასამართლო. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს შეტევა დღეს ქართულ სასამართლოზე, სწორედ ამიტომ არის მოგონილი სახელდება კუბლაშვილების სასამართლო, სწორედ ამიტომ უნდა იმპიჩმენტი ამ სასამართლოში. უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ კი ამას მიაღწია ქართულმა ოცნებამ, ქართული სასამართლოს გაუქმებას, ჩვენი ქვეყანა გადაიქცევა ჩვეულებრივ აღმოსავლურ დესპოტიად, სადაც ქვეყანას მართავენ არა კანონები და არა ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, არამედ ერთი ადამიანის ნებასურვილი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ საზოგადოებასთან ერთად ქართული სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყოს ძალიან აქტიური, რომ არ მისცეს შესაძლებლობა ამგვარი უკანონო ქმედების განხორციელებას. ბატონო ნუსარ, თუმცა ამის საპასუხოდ ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ ამის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ ბოლო პერიოდში რაც ახალი მთავრობა მოვიდა და ქართული ოცნება სასამართლოს გამოაქვს ისეთი განაჩენები, რომლებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში არ გამოუტანია, თუნდაც პირობით სასჯელთან უფრო ხშირად აფარდებს გირაოს, თუნდაც ვარძელაშვილის საქმეზე. ანუ იმდენი გირაო შეეფარდა უკვე წინასწარი პატიმრობა პრაქტიკულად არ ნეფარდება. ანუ ეს არის მათი არგუმენტი, რომ მე არ ვადევნებ თვალ სტატისტიკას, როგორი არის, მაგრამ მე მოვისმინე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უმრავლეს შემთხვევებში სწორედაც შეეფარდებათ ადამიანებს წინასწარი პატიმრობა. ესე პროკურატურის მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული. რომ უმრავლეს შემთხვევებში, როგორც ჩანს, აქ ლაპარაკი არის იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური ფიგურების მიმართ, ისეც როგორც არის ქალაქის მერი, მაგალითად, სხვადასხვა თანამდებობის პირები, იგივე ბატონი გუნავა მაგალითად, რომელიც იქნა განთავისუფლებული. მე პირადად ვესწრებოდი გიგი უგულავას სასამართლო პროცესს. საერთოდ წინასწარი დაკავება მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან არის ორი გარემოებით გამოწვეული.
ან ეს ადამიანი ან უნდა არსებობდეს საფრთხე, რომ ეს ადამიანი მიემალება გამოძიებას, დატოვებს საქართველოს და აღარ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ან არის მეორე გარემოება, რომ ამ ადამიანმა შესაძლოა მოახდინოს მოწმეებზე ზეგავლენა. მაგალითად, გიგი უგულავას შემთხვევაში დაკითხული იყო ასობით მოწმე და პროკურატურა თვითონვე აღიარა მოსამართლის შეკითხვის შემდეგ, რომ არც ერთი მოწმე, არც პირდაპირ და არც ირიბად არადასტურებს, რომ გიგი უგულავას მხრიდან იყო რაიმე სახის ზეწოლა. ამიტომ ეს თავისთავად გამოირიცხა, რომ მოწმეებზე ზეწოლა შეიძლება მოხდეს. მეორეს მხრივ, ყველასათვის ცნობილია, რომ გიგი უგულავა არის აქტიური პოლიტიკური ფიგურა და ის არაპირებს ნამდვილად ქართული პოლიტიკური სცენის დატოვებას და სადმე წასვლას. მაშ რა გარემოება დარჩა იმისათვის, რომ აღეკვეთათ თავისუფლება, ან კიდე დაეკისრებინათ მისთვის აი ესეთი გირაო, რომელიც არის სრულიად ფანტასტიკური 1 მილიონი ლარი. არავით არის საფუძველი ამისი არ არსებობდა. ამიტომ უმჯობესია, რომ პროკურატურამ იზრუნოს გამართულობაზე, თავისი პოზიციის, თავისი მოთხოვნის გამართულებაზე და ყველაფერში არ დაინახოს რაღაც სასამართლოს პოლიტიზაცია. ასევე ეს არ არის თქვენი შეკითხვა, მაგრამ ხშირად ამბობენ, რომ როდესაც 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინაც ბევრ ადამიანს იჭერდნენ და ბევრ ადამიანს უფარდებდნენ ძალიან მაღალ გადასახადებს. დიახ, ეს ასე იყო და მეც კარგად მახსოვს, რომ სხვადასხვა მინისტრები, ტრანსპორტის თუ არ ვწდები, ეკონომიკის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაკავებიდან 2 დღის შემდეგ ახერხებდნენ მოტანას 2 მილიონის, 5 მილიონის, 10 მილიონის, ზოგიერთ შემთხვევაში 20 მილიონი ლარის გადახდასაც. ისმება შეკითხვა, თუ ეს ადამიანები არ იყვნენ კორუმპირებულები და იყვნენ სახელმწიფო მოხელეები. მაშინ თავისი 200 ლარიანი ხელფასით როგორ შეძლეს აი ასეთი სოლიდური თანხების მოგროვება და მოტანა. ყველასათვის ცხადია, რომ მაშინ ეს იყვნენ კორუმპირებული ჩინოვნიკები და სწორედ ამიტომაც ჰქონდათ შესაძლებლობა 10 და 15 მილიონი გადაეხადათ გირაოს თუ სხვა სახის მოთხოვნის დროს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ეს არის კარდინალურად განსხვავებული ვითარება. უბრალოდ არის მართლა ზღაპრების სფეროდან, რომ ეხლა რომელიმე ჩვენი გუნდის წევრმა შეძლოს რაღაცა აი ესეთ თანხების მოტანა, იმიტომ რომ მიუხედავად მრავალგზისი მტკიცებისა, მთელი ჩვენი ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი მუდმივად იყო მობილიზებული იმისათვის, რომ კორუფციას არ შეეჭამა ქვეყანა. და შეუძლებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც 98% ჩვენი მოქალაქეების აცხადებს, რომ მას არ გადაუხდია და არ მიუღია ქრთამი, ეს იყოს რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები. სწორედ იმიტომ, რომ კორუფციის დაბალი დონე იყო, სწორედ ამიტომ ნაკლები იყო კორუმპირებული ჩინოსანი და სწორედ ამიტომაც არავის არ აქვს ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან აი ესეთი თანხების სადმე მიტანის შესაძლებლობა. აი გაივლის კიდევ 1 კვირა, 2 კვირა, ან 1 თვე, ან 2 თვე და ყველანი ვნახავთ, რომ ასეთი ადამიანები უბრალოდ ვერ გამოჩნდებიან, რომელთაც ამდენი ფული აქვთ, რომ გადაიხადონ სხვადასხვა ბრალდების საპასუხოდ და ანდა თავისი რაღაც თავისუფლების საყიდლად. აი ეს ფული უბრალოდ არ არსებობს, ეს არის და ეს. უჩანანოაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, როგორია თქვენი შეფასება და რამდენად არის შესაძლებელი ოსი და ქართველი პატიმრების გაცვლის თაობაზე, რა პროცედურებთან არის დაკავშირებული? იცით რა, როდესაც სრულიად უპასუხისმგებლო ბესელია კაკაბაძის აქტი მიიღო პარლამენტმა და გამოუშვა ისეთი ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ საქართველოს დეზინტეგრაციასთან, ქართულ ტაძრებზე თავდასხმასთან, ქართულ უნივერსიტეტებზე თავდასხმასთან, როდესაც გამოუშვეს ისეთი ადამიანები, როგორც არის მაგალითად კრილნიკოვი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ფულის გადახდას მთელი აგენტურული ქსელისათვის, ჩვენ მაშინ დავსვით ეს შეკითხვა, რომ თუ კი აი ამ აგენტებს და ამ ჯაშუშებს უშვებდით, ეგება მოგვეკითხა ქართველები, რომლებიც არიან რუსეთში დაკავებულები, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებები და ეგება მათთვის მაინც თავისუფლება მიგვენიჭებინათ. თუმცა თავისთავად მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის თუ არ ვწდები მარეკ დუდაევზე, რომ ის იყოს გაცვლილი, ერთის მხრივ ჩვენთვის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს, რომ ტყვეობიდან დავიხსნათ ყველა ის ადამიანი, რომელიც არის დაკავებული იქნება ეს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ თვითონ რუსეთის ფედერაციის ციხეებში, ამავე დროს ყოველი კონკრეტული საქმის განხილვა უნდა მოხდეს დეტალურად. კერძოდ რა არის მარეთ დუდაევის საქმე, რა საფრთხეების შექმნა შეუძლია მას ქართული სახელმწიფოსათვის, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები. ასე ერთი ხელის მოსმით პირდაპირ თქმა რომ აი თქვა ყველაზე გაიცვალოს ან არა, მე მიმაჩნია რომ არ იქნება სწორი. იმიტომ რომ აი თქვა ჩახალიანის გამოშვება პირველ უარყოფით ნეგატიურ შედეგებს უკვე გვაჩვენებს სხვადასხვა მოძრაობების სახით ჯავახეთში. ისევე როგორც უბრალოდ აუხსნელი არის რატომ გაუშვეს შკრილნიკოვი, რატომ დაარქვეს პოლიტპატიმარი კაცს. ვინმე შეგიძლიათ მითხრათ, რა პოლიტიკური მიმდინარეობის წევრი იყო შკრილნიკოვი. აი იყო ის ქრისტიან დემოკრატი თუ ქონდა, აი რა პოლიტიკური შეხედულებები ქონდა შკრილნიკოვს, ვინმეს ამის თქმა შეუძლია? არავის არ შეუძლია, მათ შორის არც უმრავლესობის მხრიდან. მაშ რატო დაარქვეს პოლიტპატიმარი ადამიანს, რომელიც საერთოდ საქართველოს მოქალაქეც კი არ იყო? და მუშაობდა მთლიანად აგენტურული ქსელის კონსოლიდაციაზე საქართველოს. ამიტომ ასეთი საკითხები, ჩემი აზრით, ცალ-ცალკე უნდა იყოს ძალიან დაწვრილები და დეტალურად გამოკვლეული და გადაწყვეტილებები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს მიღებული. რო გითხრათ თუ შეიძლება მკაფიო პოზიცია აინტერესებს პრემიერს და ამ შემთხვევაში დიალოგის გაგრძელებისთვის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვას. მე მიმაჩნია რომ ამ წერილის ტონალობა იყო ისტერიული. ეს არის რაღაც შეშინებული ხელისუფლების პოზიცია და ეს შიში გამოწვეული არის ჩემი რწმენით იმით, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო შესრულება წინასაარჩევნო დაპირებების. რომ შორს არ არის დრო, როდესაც ყველა საქართველოში გააცნობიერებს, რომ ეს უბრალოდ ტყუილები, ლაპარაკი იმაზე, რომ ბენზინის ფასში არის 1 ლარი ნაციონალური მოძრაობის და როგორც კი ეს მოხდება, იმ წუთას ბენზინი გახდება ლარი და 20 თეთრი, ეს ყველაფერი რომ არის ტყუილი, ამას ყველა ძალიან კარგად გააცნობიერებს. ამიტომ აი ეს ისტერიკა ახლა ბიძინა ივანიშვილის არის სწორედ ამით გამოწვეული. მას აქვს შიში, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებები არ არის შესრულებული, საზოგადოებრივი პროტესტი გაიზრდება, პოლიტიკური მუხტი უფრო და უფრო ქვეყანაში მოიმატებს და მას ეშინია, რომ პრეზიდენტი აი ამ ვითარებაში დაითხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას. პრეზიდენტმა არაერთ გზის თქვა, რომ ის არაპირებს, რომ რაიმე სახის ისეთი მოძრაობები გააკეთოს, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას შეუშლის ხელს. თავარი არის, რომ მათ მიხედონ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის. მიხედონ ეკონომიკას, მიხედონ ენერგეტიკის პრობლემებს, მიხედონ იმას, რომ ქართული ენერგეტიკული სივრცე აღარ არის ისე დივერსიფიცირებული, როგორც იყო ადრე, კერძოდ აზერბაიჯანიდან შეწყვეტილი არის ენერგიის შემოტანა და ეხლა ამ წუთას ჩვენს დანაკლისებს მთლიანად ვინაზღაურეთ რუსეთის ფედერაციიდან, მიხედონ აი ამ პრობლემებს და მიხედონ იმას, რომ საქართველოს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყანა არ იყოს მთლიანად გარიყული ევროპული სივრცისაგან. და არ გვაკრიტიკებდეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, იქნება ეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი, ევროსაბჭო, არ ვიცი, აი ნებისმიერი ორგანიზაცია და მიხედონ აი ამ პრობლემებს და არავითარი პრობლემები არ არის. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობთ, რომ არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ რაკიღა პოლიტიკურმა გუნდმა ქართული ოცნების აქტიურად დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რაკიღა ეს ფობიები გამოვლინდა ესეთი მასშტაბურობით და რაკიღა აი ამ ისტერიის დონემდეც მიაღწია, სწორედ ამიტომ იყო დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი, რომ გვემსჯელა არა რომელიმე კონკრეტულ ერთაღებულ საკითხზე, არამედ გვემსჯელა ყველაფერი იმაზე, რაც ჩვენთვის და მათთვისაც არის მნიშვნელოვანი. კერძოდ ერთის მხრივ სავსებით შესაძლებელი იყო ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვამბობდით, რომ მკაფიოდ განისაზღვროს ჩვენი ევროპული კურსი, მკაფიოდ განისაზღვროს ის, რომ არც ერთ ორგანიზაციაში, სადაც დომინანტი არის რუსეთი, საქართველო არ შევა და ვამბობდით იმას, რომ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა სხვადასხვა ადამიანების. რაღაცა აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი და ეხლა გადაწყვიტეს, რომ ულტიმატუმის ენით დაიწყონ საუბარი.
და რა ვიცი, გონიათ რომ ვინმე შეაშინებენ. ხო, არავის არც ბიძინა ივანიშვილის არ ეშინია და არაფერი არ მაქვს, მაგალითად მე პირადად გაკეთებული ისეთი, რომ მაიძულოს რომ ვინმეს თხოვო ამნისტირება ან შეწყალება. არავის არ ჭირდება ბიძინა ივანიშვილისგან შეწყალება და ეს არ ჭირდება ნაციონალურ მოძრაობას. შეიძლება ძალიან ბევრი რამ იყო ისეთი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს გული დაწყვიტა, ეს იყო საჯელახსრულების სფეროში, ეს იყო სხვადასხვა მიმართულებებით, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს ცხადად, რომ 2003 წელს საქართველოს ბიუჯეტი იყო 700 მილიონი ლარი. ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენ გადავეცით ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტი. ეს არის 12 ჯერ ზრდა ქვეყნის ბიუჯეტის შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების, ქვეყნის სტაბილურობის და ქვეყნის მდგრადობის. ამიტომ ბევრ რამეზე ნამდვილად არ ვაპირებ არც თავის ჩახრას და პირიქით მგონია რომ ეს იყო ის წლები, როდესაც ქვეყანა მიაღწია ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან პროგრესს. რა პრობლემებიც იყო, ეს კარგად დაინახა ჩვენმა ხალხმა და სწორედ ამ პრობლემებზე მიგვითითა 1 ოქტომბრის არჩევნებზე და ეხლა მათი სურვილი რომ გამოვიდეთ ჩვენ და ვთქვათ რომ რაღაცას ცუდად ვაკეთებდით, ვიპარავდით, გთხოვთ შეგვიწყალეთ, მე როგორც ვიცი სრულიად რაღაცა რეგვენი აზრებიც ჩანს იქ რომ მე უკვე ამას რო თურმე აღიარებს ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრი, შემდეგ 5 წლით უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი. ეს ხო სრულიად ცხადი არის, რაც ხდება. უნდა პოლიტიკური ძალის მორალურად განადგურება, რომ ნაციონალურ მოძრაობა თქვას, რომ აი მე ვიყავი დამნაშავე პოლიტიკური პარტია და მე მიუხედავად ამისა, მაინც ეშინიათ იმ წევრების, ეთყობა ეშინიათ რაღაც განსხვავებულობის გამო სხვადასხვა უნარჩვევებში და ეუბნებიან რომ მე 5 წელი საერთოდ კიდე პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოხვიდე. აი ეს არის ზუსტად პოლიტიკური ველის მონოპოლიზაცია და დამორჩილება საკუთარი თავისთავად. არ არსებობდეს არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ აზრს შეეწინააღმდეგება. ამას გარწმუნებთ, ეს არის ჩემი მტკიცე რწმენა. როგორც კი ეს მოხდება და თუ კი ისინი მოახერხებენ რომ პოლიტიკური ოპონენტები აღარ ყავდეთ და მოახერხებენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდევაც, რომ პროკურატურასთან რიგების შეწყდება მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა შეწყვეტს კრიტიკას. როგორც კი ამას მოახერხებენ, პირველი სამიზნეები იქნება ჩემი ღრმარწმენით ქართული მედია. ქართული მედიისამი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ვიცით იმ ცინიკური გამონათქვამით, რომელიც მან გამოჩენის პირველ თუ მეორე დღეს თქვა და თქვა რომ თუ ვინმე გადაიხდის რაღაცას, მე გადავიხდი სამჯერმეც, ვიყიდი ყველა ტელევიზიას და აი მე ასეთი არის მის დამოკიდებულება. მე მგონია რომ პირველი იქნება დარტყმები სწორედ დამოუკიდებელ მედიაზე. ბატონო ნუგზა. რომ როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ოპონენტი, იქ რა თქმა უნდა აღარ უნდა არსებობდეს აღარნაირი განსხვავებული აზრი. თუ განსხვავებული აზრი არ არსებობს, ეს ქვეყანა მაშინ აღარ იქნება ქვეყანა და ნამდვილად არ ვაპირებ პირადად მე მეტნაკლები ინტენსივობით 1988-9 წლიდან უკვე მონაწილეობდი იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა და ნამდვილად არ მინდა რომ 25 წლის თავზე მივიღო ქვეყანა, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი, სადაც არ არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და ყველაფერი და ყველა ბრუნავს ერთი ღერძის გარშემო. და ეს ღერძი არის რუსი ოლიგარქი საქართველოში. ნამდვილად ამას არ ვაპირებ და არ შევეგო. ახალ კანონ პროექტზე მინდა კითხოთ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომ წამოაყენეს და რომ ითვალისწინებს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, რომ გაიმიჯნოს ეს საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლება. ამ კანონ პროექტს კარგად. ირინა იმერლიშვილის არის. ვერ გააკეთებთ კომენტარს. არ წამიკითხოთ, სამკითხო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მაშინ გადაცემით აი ესეც არ კანონ პროექტს ვერ შევაფასებ, არ შემიძლია, იმიტომ არ წამიკითხავს მე თვითონ ეს კანონ პროექტი და წავიკითხავ დრომა კიდე რამდენიმე დღე, მაგრამ ნუ ერთი არის ჩვენ ზოგად კონტექსტი უნდა დავინახოთ. პრეზიდენტის დაცვის შემცირება, სხვადასხვა სამსახურების ჩამოცილება, ეს ყველაფერი არის ერთი კონტექსტის ნაწილი და ასე უნდა განვიხილოთ. მე ვფიქრობ, ეს არის
მიუღებელი პოლიტიკური ფიგურების, მიუღებელი პოლიტიკური ინსტიტუციების შევიწროება ყველა იმ ბერკეტით, რომელიც დღესდღეობით აქ აღმასრულებელ ხელისუფლებას. თქვენ თუ კარგად გახსოვთ და დღესაც სავსებით შესაძლებელია პრეზიდენტისათვის, რომ მან არ დაამტკიცებინოს მთელი ძალოვანი ბლოკი მაგალითად. შეეძლო პრეზიდენტს რომ მეთქვა რომ თქვენ კი ბატონო, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ რომ გააკომპლექტოთ ეკონომიკის მინისტრი, იმის მინისტრი, ამის მინისტრი, მაგრამ ყველა ძალოვან უწყებას დავიტოვებ მე. მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. არ გაგვიკეთებია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავთ რომ სტაბილურობა ქვეყანაში არის ყველაზე უფრო მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნილება. ეს არ გავიკეთებია და არ მოხდება არც ის, რისიც ასე ეშინია ბიძინა ივანიშვილს, რომ მის მთავრობას ვინმე დაშლის. ეხლა თუ გადაწყვეტს უცებ რომ კონსტიტუციის და ყველაფრის შეუსაბამოდ თქვას რომ საქართველო არის კრასნოდარის ოლქივით რუსეთის ნაწილი, ნუ ეს არის ანომალიური ვითარება ეხლა და ამ ვითარების უბრალოდ წარმოდგენაც არ შემიძლია მე ეხლა რომ ეს ასე მოხდეს. მაგრამ თუ ისე განვითარდება მოვლენები, რომ ისინი გადაწყვეტენ იზრუნონ იმ პრობლემებზე, რომელიც არის ქვეყანაში და თუ მუდმივად არ იქნებიან დაკავებული რა ტერორით და იმით, არავით არის საფრთხე, ამისი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მარტივი და შეიძლება ითქვას პრიმიტიული ხერხიც, რომ ყურადღების გადატანა მოხდეს რაღაც ვირტუალურ საფრთხეზე, რომელიც თითქოს დაარსებობს პრეზიდენტის მხრიდან და მოქალაქეებს არ ქონდეთ შესაძლებლობა, რომ კონცენტრირებულები იყვნენ იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე არის. რაც შეეხება დასაქმებას, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რაც შეეხება ეკონომიკის მდგრადობას და რაც შეეხება ყველა დაპირებას, რომელიც იქნა გაცემული. ეხლა თუ მოქალაქე გაიხსენებს იმას, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი ეუბნებოდა, რომ თქვენ სესხებს აიღებთ 2%-ად და თუ ის დაინახავს 2%-ად კი არ შეუძლია მას არამედ არის არ ვიცი თქვა 12 თუ 14% ეს სესხი და თუ ამაზე დაიწყებს ბევრ ფიქს, რა თქმა უნდა ის უფრო სწრაფად მიხვდება რომ ის არის მოტყუებული. მაგრამ თუ მუდმივად ექნება რაღაცა ქიმერები გამოყვანილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ აი სააკაშვილი აპირებს რომ დაგშალოს, აი რაღაც სიტყვები გაისმის ლენინის შემდეგ არ მომისმენია ეს სიტყვები. საბოტაჟი, დივერსანტები თვით აი რაღაცა ის დაიწვა ავეჯის სახლი და თვით იქაც რამდენიმე ადამიანი მე მგონი დივერსია იყო, მე მგონი საბოტაჟი იყო. ეს განწყობილებები ვის შეიძლება აწყობდეს ქვეყანაში და მუდმივად იმის შიშის ქვეშ ცხოვრება, რომ ვიღაცა რაღაცას ამიფეთქებს, ვიღაცას თავს დაესხმის. არავინ არაფერს არ დაუწყნეს და ყველაზე უფრო დიდი და სერიოზული შევიწროება ნაციონალური მოძრაობის იქნება არა პროკურატურის მობილიზება, არამედ ის რომ ისინი შეასრულებენ თავიანთ დაპირებას. აი ამ შემთხვევაში იტყვის ხალხი, რომ მართლაც ამ პარტიამ გააკეთა ბევრი რამ და ეს პარტია არის უფრო უკეთესი ვიდრე იყო წინამორბედი. ამ შემთხვევაში აქვს მომავალი და დანარჩენი ახლა დაშინები, ტერორით, სახლში შევარდნით და მსგავსი ქმედებების და სასამართლოს სისტემის ტორპედირებით ეხლა არაფერი სიკეთი ამ ქვეყანაში არ მიიღწევა. სხვა შორის როგორც ჩემთვის ცნობილი არის 7 თუ 8 მარტს ვენეციის კომისიის სხდომა არის დაგეგმილი, ეს არის დაგეგმილი და ამ იქ ჯელობა იქნება მათ შორის ამ პოლიტპატიმართა სიაზეც. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი ქალბატონი ეკაბესელიასათვის. აღნიშნების გამგებლია ვიტაცეთ და ეხლა რამდენი ათეული ამ საკითხში უნდა დადგეს რაიმე პასუხისმგებლობა. გააჩნია რატომ ჩამოინგრა, მე არა ვარ ამის სპეციალისტი. თუ ეს ჩამოინგრა იმიტომ რომ ვიღაც მივიდა და ურტყამდა რაღაცას და შეგნებულად გააფუჭა, ალბათ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ეს გააფუჭა, ხო? არამც თუ ხო არ ვიცი თუ უხარისხობა არის მიზეზი, ხო, მაშინ უნდა მოეკითხოს იმ შენებელს, რომელმაც უხარისხოდ ააშენა. ეხლა ეგრე უძველესი კულტურის ძეგლებს აზიანებენ და აფუჭებენ, მაგრამ პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ვისაც შეუკვეთეს იმ ორგანიზაციამ არაკეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაოები, ამ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და თუ ვიღაცამ შეგნებულად გააფუჭა, საღებავი მიასხან, რა ვიცი მე, ნაჯახი ჩაარტყა იმას რომელიმე შუშას, იქ ეხლა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა ვერ იქნება და ერთიც ეხლა მოვდივარ ახალაიას პროცესიდან, მარტო პირველი ნაწილი გაიმართა ჯერჯერობით ამ პროცესის
ნაწილი, კერძოდ პირველ ნაწილში დაცვის მხარემ გააპროტესტა რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის არასათანადო მტკიცებულებები, ამასთან დაკავშირებით გაიმართა კამათი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პატიმარმა მკურნალაძემ, რომელიც მონაწილეობდა აბესაძის საქმეში, რომელიც არის ერთ-ერთი ცენტრალური საქმე ვითომდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, შეცვალა თავისი წინასწარი ჩვენება, თქვა, რომ ეს ჩვენება მან მისცა ზეწოლის ქვეშ და ის არცნობს თავს დამნაშავედ და მოკლედ აი ეს ყველაზე უფრო ცენტრალური მოწმე ამ საქმიდან არის უკვე გამორიცხული. მოსამართლე ახლა იმსჯელებს იმაზე ეს შემდგომ ნაწილში უკვე რომელი მტკიცებულებები დაერთვება საქმეს, მაგრამ თავისთავად ის გარემოება, რომ გაგა მკურნალაძე აცხადებს, რომ მან ზეწოლის ქვეშ მისცა ჩვენება და იგი აღარ ადასტურებს თავის სიტყვებს წინასწარ მიცემულ ბრალდებას, ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ბაჩო ახალაია დატოვებული იქნა საპატიმროში, იყო ის, რომ ის მოახდენდა მოწმეებზე ზეგავლენას. ახლა უკვე როცა ყველა მოწმე დაკითხული არის, პრაქტიკულად გამორიცხული არის, რომ ასეთი ტიპის რაღაცა ზეწოლა მოხდეს, იმიტომ რომ დამთავრებული არის მოწმეების გამოკითხვა, ასევე ყველასთვის ცნობილი არის, რომ ბაჩო ახალაია არ მიმალვია გამოძიებას, პირიქით იგი იმყოფებოდა უცხოეთში და ჩამოვიდა საქართველოში და პროკურატურის პირველი მოთხოვნისთანავე მივიდა, ამიტომ მე პირადად ვერ ვხედავ ვეღარანაირ საფუძველს იმისათვის, რომ ავკვეთი ღონისძიება იყოს გაგრძელებული. როგორი იქნება ახლა და როგორც ჩემთვის ცნობილია, ბაჩო ახალაიას ადვოკატი დღის მეორე ნახევარში დააყენებს ამ საკითხს მისი განთავისუფლების შესახებ, რომ აღარ არსებობდეს ეს ავკვეთი ღონისძიება მის მიმართ. მე არ ვიცი როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვეღარანაირ საფუძველს ვერ ვხედავ იმისათვის, რომ ბაჩო ახალაია იმყოფებოდეს პატიმრობაში. კარგი, წავედი.